ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. დღეს კვირა დღეა და მოგეხსენებათ, რომ ეს დღე არის საუფლო და ასევე კვირა დღეს ეკლესია უწოდებს მცირე აღდგომის დღედ. რამე თუ ჩვენ ყოველ კვირას ვიხსენებთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, ვიხსენებთ მის ჯვარცმას, მის ტაჯვასა და გვემას, ვიხსენებთ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დღეებს, მის ქადაგებას და ეს ყოველივე აღესრულება ღვთისმსახურებაში, აღესრულება წუხრის, ცისკრის და რაც მთავარია წმინდა ლიტურგიის მსახურებაში და ამ ყველაზე დიდ მსახურებაში დედამიწაზე წმინდა ლიტურგიის, როდესაც ქრისტეს სისხლად და ხორცად სულიწმინდის მადლით გარდაიქცევა პური და ღვინო წმინდა ტრაპეზზე, ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ წყალობისათვის. ყველა ლიტურგია ეს არის მადლობის მსახურება, ძვირფასო ძმანო და დანო. ჩვენ კვირა დღეს თუ სხვა რომელიმე დღეს წმინდა ლიტურგიაზე, როდესაც ვიკრიბებით წირვაზე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვიკრიბებით უფლის და ქრისტეს მადლობისათვის. და აი დღევანდელ დღეს ასევე არის წარგზავნა ნათლისღების დღესასწაულისა და ორი სახარებისეული მონაკვეთი იქნა წაკითხული დღეს. ერთი ნათლისღების წარგზავნის, ხოლო მეორე კვირის სახარება. და ორივე სახარებაში ძალზე მნიშვნელოვანმა მოწოდებამ და თხრობამ სახარებისეული მოვლენისა გაიჟღერა. პირველში გაიჟღერა უშუალოდ მაცხოვრისა და უფლის იესო ქრისტეს სიტყვება, რომელიც მან იორდანეზე ნათლობის შემდგომ ხმამაღლად გამოთქვა და მიმართა ებრაელთა ერის შვილებს, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. მაცხოვრის მოწოდება სინანულისკენ, ისე როგორც ამას წმინდა იოანე ნათლისმცემელი მოუწოდებდა
ებრაელთა ერის შვილებს. და ქრისტესაგან ეს მოწოდება არა მხოლოდ ისრაელის ერის შვილებისადმი იყო, არამედ ეს იყო მიმართული ყოველი ადამიანის მიმართ. და მეორე ფრაგმენტში წმინდა სახარებისა მოთხრობილი იყო თუ როგორ ღაღადებდა ბრმა ადამიანი, როდესაც შეიტყო იმის შესახებ, რომ მის ახლოს ქრისტემ გაიარა. ეს ადამიანი გზის პირას იჯდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე და მან რა თქმა უნდა მოისმინა ის ამბები, რომელიც ქრისტეს ეხებოდა, ესმოდა ამის შესახებ ებრაელთა ერის შვილებისაგან, თუ როგორ განკურნა მრავალი ადამიანი, დააპურა, მრავალი სასწაული აღასრულა და ელოდებოდა ქრისტესთან შეხვედრას გულის სიღრმეში ეს ბრმა ადამიანი. და როგორც კი შეიტყო, რომ ქრისტემ გაიარა, მან დაიწყო ყვირილი. ის შეძახილებით მიმართავდა უფალს, იესო, ძეო დავითისაო, შემიწყალე მეო. საოცარია ეს სიტყვები. ის არ ეუბნება, ძეო დავითისო, გამკურნე მე, ძეო დავითისო, დამიბრუნე მე თვალის ჩინი. ის კონკრეტულად არასახელებს თავის სატკივარს და თავის წუხილს. ის ღაღადებს, ეაჯება, ემუდარება ქრისტეს, ძეო დავითისო, შემიწყალებე. რამე თუ ამ ადამიანს სწამს და ჯერა, რომ ქრისტე როგორც წმინდა და ღვთის ადამიანმა იცის მისი სატკივარი, იცის მისი მწუხარება და არ ჭირდება ამაზე მითითება და არ ჭირდება მრავალი სიტყვა და თხოვნა. და ეს მოსჩანს იქიდანაც, როდესაც მაცხოვარი ამ ადამიანს პასუხად მიუგებს, სარწმუნოებისაებრ შენისა გეყოს შენო. რაც გწამს, იმის შესაბამისად არის შენი თხოვნაც და იმის შესაბამისად არის ამ თხოვნის აღსრულებაც. იმიტომ რომ წყალობა და მადლი უფლისა მუდმივ მოქმედი და მარადიულია და ყველა ადამიანს შეუძლია მას შეეხოს და ყველა ადამიანს სარწმუნოებისაებრ მოგვეგება. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნაწყვეტია წმინდა წერილის ძვირფასო ძმანო და დანო. ჩვენთვის ძალზედ
დამრიგებლური იმისა, რომ უფალთან ჩვენი ურთიერთობა განისაზღვრება სარწმუნოებით ჩვენი გულის, ჩვენი გონების, ჩვენი სულის კვეთების და ამ ურთიერთობისათვის არ არის საჭირო მრავალმეტყველებაც. ამ ურთიერთობისათვის არ არის საჭირო ზედმეტი ემოციების ფრქვევაც. არამედ საჭირო არის რწმენა. რწმენა, რომ უეჭველი დაეჭვების და ესეთი იქნებ მიშველოს. ზოგჯერ ჩვენ ასე ვამბობ, ხო, იქნებ რაღაცა მეშველოს. ამის გარეშე, სრულებით ამის გარეშე, რომ ქრისტე არის ღმერთი და ღმერთკაცი, რომ ის არის ჩვენი მაცხოვარი და მესია, და რომ მას ძალუძს ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენი განკურნებაც და ჩვენი შესმენაც. და ამ სარწმუნოებისაებრ მოგვეგება ჩვენ ძვირფასო ძმანო და დანო. სამწუხაროდ დღევანდელი ადამიანის სარწმუნოება არის ძალზედ შესუსტებული, ამას მრავალი მიზეზი აქვს. მაგრამ ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ უფალს ჩვენთვის გამზადებული აქვს ეს თავისი წყალობა და მადლი და მისი მიღება ჩვენს სარწმუნოებისაებრ განისაზღვრება. ასეა ყველაფერი ამ ცხოვრებაში, არა ჩვენ ვიცით და ამის მაგალითებს ხედავთ, ვიცით რომ არსებობს ნობელის პრემია. მაგრამ ყველა ჩვენგანი ვერ გახდება ნობელის პრემიის მფლობელი, არამედ შესაბამისად სამეცნიერო აღმოჩენისა და მიღწევისა. არსებობს ოლიმპიური ოქროს მედალი, მაგრამ ყველა ვერ დაეუფლება მას. ანუ ცხოვრებაშიც ასე ხდება, ძვირფასო ძმანო და დანო. არის რაღაცა და მის მისაღწევად ადამიანი შრომობს. და არის ღვთისაგან მოცემული მადლი და მასაც ჭირდება მოპოება, ძვირფასო ძმანო და დანო. და ქრისტიანის ცხოვრება ეს არის ამ მადლის მოპოების მუდმივი პროცესი. რამე თუ ამ მადლით
ჩვენ უნდა ღვთის წინაშე გავმართლდეთ, მივიღოთ მიტეება ცოდვათა და უნდა მივიღოთ სულის ცხოვრება და დამკვიდრება ცათა სასუფეველში. ამგვარად ვშრომობთ და ამგვარად ვუახლოვდებით ქრისტეს. აი ეს უნდა გავიაზროთ და უნდა ვიცოდეთ ძვირფასო ძმანო და დანო. და კიდევ დავამატებ შემდეგს, რომ ჩვენ უკვე ვუახლოვდებით დიდი მარხვის დღეებს. აი შემდეგი კვირა იქნება ზაქეს კვირა, წავიკითხავთ სახარებას, სადაც მოთხრობილია ცოდვილი ზაქეს, ზაქე მეზვერის შესახებ და მის სინანულის შესახებ. იმის იქით კვირა უკვე არის მეზვერისა და ფარისევლის კვირა. და ვუახლოვდებით ამ მნიშვნელოვან დღეებს დიდი მარხვისა და მის შემდგომ კიდევ დიდ და ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტეს აღდგომისა, რომელიც არის გული, ცენტრი, ასე შეიძლება ვთქვათ, ჩვენი სარწმუნოების და ჩვენი მისწრაფებების. ასე რომ აქედანვე დავიწყოთ დიდი მარხვის შესაბამისი განწყობის ჩამოყალიბება საკუთარ თავში, ძვირფასო ძმანო და დანო. და არა ისე რომ ახლა მოვასწროთ რაღაცა ღონისძიება ჩავატაროთ, რაღაცა ასე ვთქვათ საკვები რომ იყოს, საკვები დავკმაყოფილდეთ, არამედ განვაწყოთ საკუთარი თავი ყველაზე მთავარი რამესათვის, მარხვის დღეებში სინანულისთვის და ქრისტეს აღდგომის სიხარულით შეხვედრისათვის. მერთმა დააგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო და ღმერთმა განკურნოს ყველა ჩვენი ტკივილი და მწუხარება და სარწმუნოებისაებრ ჩვენისა მოგვაგოს ყოველივე. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.